თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დანაშაულის ადგილია, თუმცა იქ არც ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არც აქამდე ჩატარებულა არ ყოფილან სამართალდამცველები იმის გაასარკვევად, ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას, არ მოუღია შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არ გამოუკითხავთ მოწმეები და არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ. დღეს პირველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმის დასადგენად მივედით, ვის ევალება უსაფრთხოების დაცვა საერთაშორისო აეროპორტში, უშუალოდ ჩამოსulis ადგილას, საიდანაც ჩამოდიან სწორედ მგზავრები იმ დარბაზში, სადაც მოხდა თავდასხმა გიორგი გახარიაზე, როგორც მაყურებელს ვუყვებოდით წინა ჩართვის დროს, როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე აეროპორტის დაცვის სამსახური პატრულირებს ამ ტერიტორიაზე და სწორედ მათ ევალებათ უსაფრთხოების დაცვა. თუმცა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი არ იცის, გვიდასტურებენ, რომ ვახო გომელაურის უწყების თანამშრომლები დღეს ადგილზე არ მისულან, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. ჩვენ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივედით კვერცხით, ვიკითხეთ თუ კვერცხს რომელიმე მოქალაქეს დავუშვენდით, რა რეაგირებას მოახდენენ სამართალდამცველები, მათ გვითხრეს, რომ იქნებოდა შესაბამისი რეაგირება და კვერცხის როლა ნამდვილად იყო დანაშაული. თუმცა გიორგი გახარია შემთხვევაში, როგორც ჩანს, მწვანე ქონდა ვახო გომელაურს ანთებული თითუშკებისთვის, მათ ხელი არავინ არ შეუშალა, არც საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და არც დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა. იცით რა მაინტერესებს, რომ ვესროლო კვერცხები ახლა რა რეაგირებას მოახდეთ? რატომ ვესროლთ? დღეს აქ ინციდენტი მოხდა და რა დღეს არაფერი მოხდა, რაც გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს. რო შევიდე, ხა და კვერცხი ვინმე ესროლო, დანაშაული იქნება? აი რა დანაშაული იქნება, რას ჩავიდე? დანაშაულს პრესეც მიმართ. რა რეაგირებას მოახდეთ ახლა? მე რომ აქ კვერცხი ვესროლო ვინმეს. შესაბამისი რეაგირება იქნება. რა არის შესაბამისი რეაგირება? დილით მოახდინეს ესეთი რეაგირება, რომ დაუშინეს კვერცხი გახარიას და გასრავად, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგ თაობაზე. არ გაქვთ მოვალეობა, რომ უსაფრთხოება დაიცვათ ტერიტორიაზე, რისთვის ხართ? და მე გიორგი გახარიას თავს რა დაისხნა, რა გააკეთეთ? რა გააკეთეთ? დაიჭირეთ ეს ადამიანები? დაიჭირეთ ეს ადამიანები? გამოძიება დაიწყო, კამერები ჩანაწერები ამოიღეს? არ გქცევთ კითხვაზე. პრესაც როგორ მიმართო, პოლიციელი ხართ და თქვენ უნდა შეასრულოთ აქ მოვალეობა. რა? როგორც წესი და რიგი არის. რა არის წესი აბა? კვერცხის სროლა არ არის ეს. გიორგი გახარიას რო ისროლეს, რა გააკეთეთ, ბატონო პოლიციელო? არის მიმართეთ, თუ რამე გაინტერესებს ჩვენ. რატომ არ გახვდით მოქმედი პრესამსახური არ იწყებს გამოძიებას? დანაშაული თქვენ უნდა აღკვეთოთ ადგილზე. თქვენ გამოძიებას დაძებთ? თქვენ უნდა აღკვეთოთ. თქვენ უნდა აღკვეთოთ, ბატონო პოლიციელო, დანაშაული. პრეს-ცენტრი რა შუაშია? პრეს-ცენტრს ეკითხებით, აი ხლა ვხედავ დანაშაულს და აღკვეთო თუ არაო? თქვენ ხა ამხელთ თქვენს უწყებას, ვახო გომელაურს ამხელთ თქვენ. რომ თქვენ ამხელთ ვახო გომელაურს. დანაშაული მოხდა და გამოძიება არ დაიწყო. რა მოხდა დღეს? რო გითხრათ, რა რეაგირება მოხდა? თქვენი მოვალეობა არის ამ ტერიტორიის დაცვა? გავიგე. დღეს დილით მოხდა ინციდენტი. გომელაურის გამწვანე იყო ანთებული, რომ ტიტუშკები თავს უნდა დასხმოდნენ. რა ინფორმაცია უნდა მოგცით? აი დანაშაული მოხდა და თქვენ ახლა კამერების ჩანაწერებს უნდა იხსნით და დანაშაულის შესახებ ინფორმაციას აგროვებდეთ. ეს არის დანაშაულის ადგილი, რომ იცოდეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველების გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. მან დღეს გაგვიმხილა პირველებს, რომ ინციდენტის დროს ის ადგილზე იმყოფებოდა. ჩვენ დავინტერესდით, ვინ იყო ის, რას წარმოადგენდა, მუშაობდა თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გითხრა თავდაპირველად, რომ ის იყო ტრაილერის მძღოლი, შემდეგ გითხრა, რომ შვილს ელოდებოდა თითქოს და მისი შვილის რეისი ვერ ჩამოფრინდა დროულად. საბოლოო ჯამში კი დავადგინეთ პირველებმა დაწყარო მოგვეწოდა აეროპორტიდან ინფორმაცია, რომ ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს მფარველობს ეს მამაკაცი და სხვათა შორის ქართულ ოცნებას არჩევნებზეც ეხმარებოდა. ამ მამაკაცმა, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი იყო, გითხრა, რომ კვერცხების სროლა დანაშაული არ არის და ეს არის გამოხატვის ფორმა. ახლა ამ ინტერვიუს ეთერში გასulis შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მინიმუმ ერთი თვითმხილველის შესახებ ინფორმაცია, თუ მისი გამოკითხვა პოლიტიკური ნება იქნება გომელაურის უწყების, უფრო მეტი დეტალის გარკვევას მოახერხებს გახარიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ხომ არ იყავით ბატონო? საიდან რატომ იყავით? დილიდან ახლა მორიგეო? თუ გამოგზავნე? მორიგეო. ვინ ხართ მაშინ? მუშაობა. დაცვის სამსახური. არა. აბა ვინ ხართ?
ტრალერის ზღოლი ვარ. აი აქ რისთვის პატრულირებთ ახლა ამ ტერიტორიაზე? კრიმინალებს ადამიანო, ჩემი შვილი ჩამოდის. უბრალოდ ადამიანები ვართ, რომელიც ვარ წამომჩეული. ინეს როლა კვერცხები გახარია? კვერცხის როლა ჩვენი თქმით, როცა ჩემით არა, კვერცხის როლა. ანუ თქვენი პარტიის წევრები, როცა მე არც ერთ პარტიას არ წარმოვადი. კვერცხის როლა და გამოხატვის უფლება. ან ბიძინას თუ კვერცხს ესრიან, ისე იგი ჩვეულებრივი ამბავია, ხო? რას ქვია, ბიძინას ვინ უნდა ესროლოს კვერცხი, ან რატო უნდა ესროლოს? რატო უნდა ესროლოს? თუ გახარიას ესრიან, სუპერძალოვანი მინისტრი ხო იყო გახარია? აღარ არის? მითხარით, აღარ არის სუპერძალოვანი მინისტრი? არა. რატო? იმიტომ. რატო? იმიტომ რომ მოყალატია. მაშინ სუპერძალოვანი იყო, ხო? კი ბატონო. და გახადა სუპერბალონი კი არა, ადამიანი და პრემიერ-მინისტრი გახადა ბიძინა, თორე ვინ იყო გახარია, ვინ იცნობდა. პოლიცია ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ მსახურად არის გადაქცეული, ასე ამბობენ გიორგი გახარიას გუნდში. გახარიას თანაპარტიელებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც ისაუბრეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს, ვინც თავს დაესხა გიორგი გახარიას და ვინც ჩასაფრება მოუწყო ყოფილ პრემიერს, ინფორმაციას აწვდიდა სპეცსამსახურები, რადგან მათ ზუსტად ჰქონდათ ინფორმაცია, რომელი რეისით მოფრინავდა გიორგი გახარია, როდის ჩამოვიდოდა თბილისში და სწორედ გახარიას გუნდის წარმომადგენლების შეფასებით კოორდინირებულად მოქმედებენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები ძალოვან უწყებასთან, რაც არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერ ჯგუფები დაახვედრა, რომლის აგრესიასაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი ივანიშვილის და ოცნების პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია. სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული. ძალიან მძიმე მორალური ტვირთი აკიდა მათ ივანიშვილმა და უნდა გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ აი მორალური ტვირთით მოუწევთ ცხოვრება. ეს არის ივანიშვილის შეკვეთილი სამარცხვინო აქტი მიუნხენის უსაფრთხოების წარმატებული კონფერენციის შემდეგ. ვპირდებით მას, რომ აუცილებლად გაიგებს მიუნხენის კონფერენციის შედეგებს, საკუთარ თავზე გამოსვლის მას, დაკარგოს ყველაზე ძვირფას ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად ესე ებღაუჭება და რომლის შესანარჩუნებლად ესე უღირსად იქცევა. გიორგი გახარიას თავს გაამთენიეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტის ტერიტორიაზე დაესხნენ ჩამოფრენის დარბაზში, თუმცა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, დაიწყეს თუ არა გამოძიება, როგორც ადგილზე პოლიციელები გვეუბნებიან, საგამოძიებო მოქმედებები საერთაშორისო აეროპორტში არ ჩატარებულა.